აბა ბიჭებო მოემზადეთ, რაღაც საოცრება უნდა გითხრათ. ისეთი ამბები ხდება MMA-ის სამყაროში, რომ ჰოლივუდის სცენარისტებსაც კი შეშურდებათ. ჩვენი ილია თოფურია, კაცი რომელიც ოქტაგონზე ყველას ასფალტზე აფენს და ნამდვილ ქართულ ხასიათს აჩვენებს, სერიოზული ცვლილებების წინაშე დადგა. წარმოიდგინეთ, ილია იძულებულია თავისი ფეშენებლური სახლი გაყიდოს მადრიდში. დიახ, ის სახლი, რომელიც 3.5 მილიონი დოლარად არის შეფასებული. ახლა დაფიქრდით, რამხელა ამბავია. ეს არ არის უბრალოდ ბინა, ეს არის მთელი იმპერია, საკუთარი ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით, უზარმაზარი აუზით და იმ ცნობილი $1,000,000-იანი სავარჯიშო დარბაზით, სადაც ილიამ კვლელად ყალიბდებოდა. რატომ ხდება ეს? მიზეზი პირადი ცხოვრებაა, ყოფილ მეუღლესთან გაყრა. ყველამ ვიცით, რომ ასეთ დროს სპორტსმენისთვის ყველაზე რთულია ფსიქოლოგიური წნეხის გაძლება. მაგრამ აქ ჩნდება მთავარი კითხვა. ხომ არ არის ეს მშიერი მგლის დაბრუნება? ილია აქამდე ცხოვრობდა როგორც მეფე, აბრეშუმის თეთრეულში ეძინა. ყავდა 6 ადგილიანი გარაჟის სავსე ძვირად ღირებული მანქანებით, სპა, პირადი დარბაზი. ერთი სიტყვით ყველაფერი ჰქონდა, რაც კი ადამიანს შეიძლება დაესიზმროს. და აი, უცებ ისევ ქუჩაში ბრუნდება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ბოლო ინფორმაციით, ილია საერთოდ რაღაც საწყობის მსგავს ოთახში, ან დარბაზის კუთხეში ცხოვრობს, რომ კონცენტრაცია არ დაკარგოს. იცით ეს რას ნიშნავს? ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს ნამდვილი, განრისხებული და მოტივირებული თოფურია. ბრაის მიჩელის ცემის შემდეგ ის თავს ჩემპიონს ეძახდა, მაგრამ მაშინ მას კომფორტი ჰქონდა. ახლა კი? ახლა მას დასაკარგი აღარაფერი აქვს. როცა ქართველი კაცი კუთხეშია მიმწყდეული, ის ყველაზე საშიში ხდება. და აი აქ შემოდის თამაში კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელიც ამ ისტორიას ნამდვილ სანტა-ბარბარად აქცევს. არმან სარუკიანი. ეს კაცი მართლა სხვა დონეზე გადავიდა. არმანი გამოდის და ილიას ეუბნება. მისმინე მეგობარო, მე ვიყიდი შენ სახლს, ოღონდ ერთი პირობით. შემდეგი ბრძოლა ჩემთან უნდა ჩაატარო. ხალხო, ეს რა არის? UFC-ა თუ უძრავი ქონების სააგენტო? სარუკიანი ისე იქცევა თითქოს ოქტაგონის ბრუს ვეინია. ფულით უნდა გზის გაყვალვა ტიტულისკენ. წარმოიდგინეთ ილიას მდგომარეობა. ერთი მხრივ გაყრის პროცესი და 3.5 მილიონიანი ვალდებულებები, მეორე მხრივ ტიპის შემოთავაზება, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ შენი პრობლემების მოგვარება შეუძლია, თუ მასთან იცეკვებ. ეს ნამდვილი ფლექსია, სხვა ვერაფერს დაარქმევ. არმანი ფიქრობს, რომ თუ დანავაითი არ აძლევს სატიტულო ბრძოლას, თავისი საფულით გაიყაფებს გზას. და სიმართლე გითხრათ, მეც ილიას ადგილას მეც დავფიქრდებოდი. ეს ხომ გარანტირებული 3.5 მილიონია პლუს ის ჰონორარი, რასაც UFC გადაუხდის. თან ილიას შეუძლია კარგად ითამაშოს, დათანხმდეს სახლის გაყიდვაზე, აიღოს ფული და მერე თქვას, იცი რა არმან, მე კი მინდოდა შენთან ჩხუბი, მაგრამ აი დანამითხრა ჯასტინ გეიჯისთან უნდა იჩხუბოო. ნამდვილი ქართული ეშმაკობა იქნებოდა, არა? მაგრამ მოდით სერიოზულად შევხედოთ სიტუაციას. ილიას მენეჯმენტი ალბათ ახლა თავში ხელებს ირტყავს. მე პირადად ბევრი იდეა მაქვს, როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოსვლა. თუ ილიას ადვოკატები ამას უყურებენ, შემეხმიანეთ ბიჯებო, ისეთ გეგმას დაგიხატავთ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩება. თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, ერთი რამ ცხადია, ჩვენ გველოდება ნამდვილი სასაკლავე. როცა ილია ასეთ ემოციურ ფონზე, ის ოქტაგონზე უბრალოდ მხეცია. მე პირადად ვერ ვითმენ, როდის ვნახავ, როგორ გაუსწორდება ილია იმას, ვინც მის გზაზე დადგება, იქნება ეს არმანი, ჯასტინი თუ ვინმე სხვა. მოდით ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ ამ სიტუაციას. დაფიქრებულ ხართ, რამხელა ფსიქოლოგიური თამაშია ეს ყველაფერი? არმან სარუკიანი უბრალოდ ბიჭი ფულით არ არის. ის სტრატეგია. მან ზუსტად იცის, სად დაარტყას. ილიასთვის სახლი მადრიდში მხოლოდ ბეტონი და კედლები არ იყო. ეს იყო მისი სტატუსის, მისი გამარჯვებების და მისი ახალი ცხოვრების სიმბოლო. და როცა ვიღაც მოდის და გეუბნება, შენ სიმბოლოს მე ვიყიდი თუ ჩემთან იჩხუბებ, ეს უკვე პირადულია. ეს შეურაცხყოფასაც კი გავს, ანა? მაგრამ ილია თოფურია ის კაცი არ არის, რომელიც ემოციებს ახვება და შეცდომას დაუშვებს. ჩვენ ხომ ვიცით მისი ხასიათი. ის არის ადამიანი, რომელმაც ევროპას დაანახა, რომ ქართული გენი და საბრძოლო სული გაუტეხელია. ახლა კი ის ნამდვილ გადარჩენის რეჟიმშია. წარმოიდგინეთ, 3.5 მილიონი დოლარი, ეს დაახლოებით 10 მილიონ ლარზე მეტია. ასეთი თანხა ნებისმიერ სპორტსმენს დააფიქრებდა. თუმცა აქ ერთი საინტერესო დეტალია. ილია ახლა საცხოვრებლად გადავიდა რაღაც პატარა ოთახში, სადაც მხოლოდ საწოლი და სავარჯიშო ინვენტარია. ეს გავს კინოს, როცა მთავარი გმირი ყველაფერს კარგავს, რომ მერე უფრო ძლიერი დაბრუნდეს. როცა შენს გარშემო აღარ არის ფუფუნება, აღარ არის აუზი და ვერტმფრენის მოედანი, რჩები მხოლოდ შენ და შენი მიზანი. ეს არის ის მომენტი, როცა სპორტსმენი ხდება დაუმარცხებელი. არმან სარუკიანი კი, მოდით გულახდილად ვთქვათ, ის ცდილობს UFC-ს წესები შეცვალოს. დანა ვაითი ალბათ გაკვირვებული უყურებს ამ ყველაფერს. აქამდე მებრძოლები ერთმანეთს სოციალურ ხსელში ლანძღავდნენ. ახლა კი უძრავ ქონებას თავაზობენ. ეს არის ახალი ერა MMA-ში.
ბიზნეს ბრძოლების ერა. ბევრი ამბობს, რომ არმანი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ილიას ბრძოლაში ეშინია და უნდა რომ ის ფსიქოლოგიურად გატეხოს. მაგრამ მე მგონია, რომ ეს პირიქით იმუშავებს. ილია, რომელიც ახლა დარბაზის კუთხეში ცხოვრობს, ამ შემოთავაზებას როგორც დამატებით საწვავს ისე გამოიყენებს. ის არმანს არა როგორც მყიდვალს, არამედ როგორც მსხვერპლს ისე შეხედავს. და რა მოხდება თუ ილია მართლა დათანხმდება? წარმოიდგინეთ ბრძოლის წინა პრესკონფერენცია. სარუკიანის სახლის გასაღებით ხელში და ილია, რომელიც ეუბნება: ეს გასაღებით ჩემი დარჩება და შენი ქამარიც ჩემი იქნება. ეს იქნებოდა წლის ყველაზე გაყიდვადი ბრძოლა. საბოლოო ჯამში ბიჭებო, ჩვენ ვხედავთ როგორ იწერება ისტორია. ილია თოფურია ახლა თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ, მაგრამ ამავე დროს ყველაზე საინტერესო ეტაპზეა. გაყრა, სახლის გაყიდვა, საცხოვრებელი პირობების შეცვლა, ეს ყველაფერი ან გატეხავს ადამიანს, ან გახდის ლეგენდად. და მე რატომღაც მჯერა, რომ ჩვენი ილია სწორედ ლეგენდების გზას ადგას. ამიტომ თვალი ადევნეთ სიახლეებს. ეს ამბავი ასე უბრალოდ არ დამთავრდება. არმანის შემოთავაზება ჰაერშია გამოკიდებული. ილია კი ჩუმად თავის ახალ კარაბაში ვარჯიშობს და ელოდება მომენტს, როცა ოქტაგონზე გავა და ყველას დაამტკიცებს, რომ ჩემპიონობა სახლში არ არის, გულშია. არ დაგავიწყდეთ, რომ ილია ყოველთვის ამბობდა: მე ვარ საუკეთესო. ახლა მას შანსი აქვს ეს ყველაზე მძიმე პირობებში დაამტკიცოს და თუ ის ამას შეძლებს, მაშინ მისი სახელი MMA-ის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. გვეყოლება თუ არა ახალი ბინადარი მადრიდის ვილაში, თუ ილია ყველას აჩვენებს, ვინ არის აქ ნამდვილი მფლობელი. დაგვიწერეთ თქვენი აზრი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.